გაიხსნა ჩვენი working პროგრამა, ანუ სამუშაო გეგმა. აპრილის ბოლოდან დაიწყო საინფორმაციო დღეები ყველა მიმართულებით. ეხლა უკვე ჩვენს ოფიციალურად შეგვიძლია ამ სამუშაო პროგრამის პრეზენტაციები და საინფორმაციო დღეები გავხსნათ. როგორც ზოგიერთმა თქვენგანმა უკვე იცით, ჩვენი გუნდი NCP-ები უკვე მუშაობდნენ იანვარი, თებერვალი, მარტის განმავლობაში ჩვენ უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად გქონდა ამაზე შეხვედრები. ეხლა უკვე ეს ოფიციალურია და ეს ჩანაწერებით შეგიძლიათ უკვე ფართოდ გამოიყენოთ, ვისაც დაგაინტერესებთ კონკრეტული მიმართულებები უკვე გახსნილია პრეზენტაციებში და ჩაშლილია. თუ მოусმენთ მარტივად გაიგებთ თქვენთვის საინტერესო სფეროები რა არის და შემდეგ უკვე NCP-ებთან კონსულტაციით შეგიძლიათ გააგრძელოთ პროცესი. სხვა სიახლეებს Facebook-ზე მიაქციეთ თხოვთ ყველას ყურადღება. ყველა სიახლე brokerage event-ებზე, ტრეინინგებზე და ასე შემდეგ იდება ჩვენ Facebook გვერდზე პირველ რიგში და დიდი მადლობა ყველას დროისთვის, რომ გამონახეთ და ჩვენ საინფორმაციო დღეს ესწრებით. მადლობთ, ანა, გთხოვთ. მადლობთ ბატონო ლევან, მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო, დამწრე საზოგადოება, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას დროის გამონახვისათვის, უშაბათ დღეს, შუა დღისას. მე ვეცდები ძალიან ლაკონურად გაგაცნოთ ის ორი მნიშვნელოვანი ქოლი, რომელიც ევროპის ინოვაციების საბჭომ გახსნა 2025 წელს და ასევე გავაკეთო შედარებითი დახასიათება გასული წლების ანალოგიურ სააპლიკაციო ფორმებთან იმისათვის, რათა როგორც პირადად თქვენ, ასევე იმ ინსტიტუციების წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესდებიან მოცემულ მიმართულებებში განაცხადების შეტანით, იყვნენ სრულად ინფორმირებულები იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი გასულ წლებში უცდიათ საკუთარი ბედი და გაუგზავნიათ განაცხადი დაფინანსების მისაღებად. როგორც მოგახსენეთ, ვსაუბრობთ 2025 წლის კონკურსებზე ევროპის ინოვაციების საბჭოს Pathfinder-ისა და Transition-ის მიმართულებით. მათ ვინც ჯერ არ მიცნობს, გავეცნობი და ვეტყვი, რომ გახლავართ ანა გოლეთიანი, ეროვნული საკონტაქტო პირი, ევროპის ინოვაციების საბჭო და ევროპის ინოვაციების ეკოსისტემის, ასევე ევროპის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის და ახალი ევროპული ბაუჰაუსების მიმართულებით, რა თქმა უნდა, წარმოვადგენ ჰორიზონტი ევროპა ეროვნული ოფისის გუნდს. და დღევანდელი პრეზენტაცია დავიწყეთ კონკრეტულად იმ ქოლებით, რომელიც ძალიან საინტერესო არის სამეცნიერო საზოგადოებისათვის, რადგან აქ არის სპეციფიკა და სამეცნიერო კომპონენტის გარსაზღვრული წილი პროექტის ფორმირებისას. თან დავამატებ იმასაც, რომ ქოლის ერთი მიმართულება უკვე ღია, მეორე იმისში გაიხსნება, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ შევარჩიოთ რელევანტური დრო ახალი ქოლების ფართო აუდიტორიისათვის გასაცნობად. 2025 წლის აპრილის დასაწყისში 3 და 4 აპრილს ბრიუსელში გაიმართა ევროპის ინოვაციების საბჭოს საფლაგმანო ღონისძიება, რომელსაც სამიტი ჰქვია და ამ სამიტზე თავისი შემაჯამებელი მოხსენებით წარდგა ქალბატონი მარია ზახარიევა, ეს გახლავთ ევროკომისარი სტარტაპების კვლევისა და ინოვაციების სფეროში და გამოაქვეყნეს 2025 წლის ანგარიში, რომელიც მოიცავს 2021-დან 2024 წლების ჩათვლით ღრმა ტექნოლოგიების გაფართოებისათვის მიმართულ ღონისძიებებს ევროპის მასშტაბით. ეს დოკუმენტი ხელმისაწვდომია ყველასათვის ინტერნეტის გზით, ასევე თქვენ იპოვით ჰიპერბმულებს ჩემს პრეზენტაციაში, რომელზედაც გაპუნებითაც მარტივად გადახვალთ დოკუმენტის სრულ ვერსიაზე. მე უბრალოდ დავამატებ, რომ გამოყოფილი არის მთელი რიგი საკითხები, რა
აქტივობები იქნა განხორციელებული ევროპის ინოვაციების საბჭოს მიერ. და რიცხვები საკმაოდ შთამბეჭდავია. ეს რიცხვები ამავდროულად მოიცავს ინოვაციების გავრცელების რუკასაც ევროპის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთაც. დამოცემული ანგარიში ცხადყოფს, რომ აი ამ სამწლიანი ციკლის მანძილზე ევროპის ინოვაციების საბჭომ, რომლის საერთო ბიუჯეტი 90 მილიარდიანი ჰორიზონტი ევროპა პროგრამიდან 10 მილიარდ ევროს უტოლდება, აი ამ 3 წლის მანძილზე დაიხარჯა სხვადასხვა დაფინანსების სქემაში, Pathfinder-ში, რომელზეც დღეს დეტალურად გესაუბრებით, 402 პროექტი იქნა დაფინანსებული, Transition-ზე, რომელიც ასევე გახლავთ დღევანდელი პრეზენტაციის ნაწილი, 183 პროექტია დაფინანსებული, აქსელერატორის სერვისებით 706-მა სტარტაპმა და მცირე და საშუალო მეწარმემ ისარგებლა და რუკა, რომელიც მოცემულ სლაიდზე არის დატანილი, დეტალურად გვაჩვენებს თუ რომელი ქვეყანა რა რაოდენობის მაჩვენებლით გამოირჩევა. ჩვენ და სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თითოეულ მიმართულებაში ევროპის ინოვაციების საბჭოსა საქართველოდან აპლიკაციების რაოდენობა არ გვაკლდება, უფრო მეტიც წლიდან წლამდე მატულობს კიდეც. გვაქვს გარკვეული მოლოდინი, რომ გვეყოლება პირველი გამარჯვებულები, თუნდაც აქსელერაციის პროგრამაში. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ პირველი მცდელობის წარუმატებლობისას ევროპის ინოვაციების საბჭო თავაზობთ განმეორებითი მიმართვის შესაძლებლობას და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევალუატორების მიერ გამოგზავნილი შეფასებები არის ღირებული ინფორმაციის თვალსაზრისით, რომელიც შეიძლება იქნას გათვალისწინებული პროექტის განმეორებითი ხელახალი შეტანის შემთხვევაში. ეს ესე ვთქვათ, ცხელ-ცხელი და ახალი დოკუმენტია, რომელიც ხელმისაწვდომია ვებზე. ევროპის ინოვაციების საბჭო მთელი აი ამ 3 წლიანი ციკლის მანძილზე, რაც აქამდე მოიცვა ჰორიზონტი ევროპა პროგრამამ 2024 წლის ჩათვლით მხოლოდ 3 კონკურსს გვთავაზობდა, ეს იყო Pathfinder-ი, Transition-ი და აქსელერატორი, რომლებიც ერთმანეთისაგან მხოლოდ იმით განსხვავდებიან, რომ აპლიკანტები დასაწყისშივე აფასებენ საკუთარ საპროექტო წინადადებას ტექნოლოგიური მზაობის დონით და თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებიან, შესაბამისად ხდებიან უფლებამოსილი შეეჭიდონ ამა თუ იმ call-ს. მაგრამ მიმდინარე წელს, 2025 წელს, EIC-მ დაამატა საპილოტე call-ი, რომელსაც Step Scale Up-ი უწოდა. ამ call-ის შესახებ 2 სლაიდი, როგორც დამატებითი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ჩართულია ჩემს დღევანდელ პრეზენტაციაში. მოკლედ გეტყვით, რომ ეს გახლავთ ძალიან მასშტაბური ინვესტიცია, დაახლოებით 15 მილიონ ევრომდე ოდენობის ინვესტიცია იმ კომპანიებისათვის, რომლებიც გამოირჩევიან ამბიციურობით გახდნენ გლობალური ლიდერები საკუთარ სფეროში. მოცემული სლაიდი ასევე გვთავაზობს 2024 წლის სტატისტიკას, თუ რა იყო წარმატების მაჩვენებელი აქსელერატორის, Transition-ისა და Pathfinder-ის მიმართულებით. აქსელერატორს წარმატების პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ 6-ით აქვს შეფასებული, Transition call-ში ის 10-ს უტოლდება, Pathfinder-ს, რომელსაც გააჩნია როგორც ღია, ასევე თემატური პრიორიტეტების მიხედვით ჩამოყალიბებული გამოწვევები, ეგრეთ წოდებული success rate-ი ერთ შემთხვევაში 4, ხოლო მეორე შემთხვევაში 7% აქვს. დამეთანხმებით, რომ კონკურენცია საკმაოდ მაღალია, მაგრამ ეს გახლავთ top class-ის შეჯიბრი, რომელიც გამარჯვებულს თავაზობს როგორც ხარისხის დამადასტურებელი ნიშნის გადაცემას, ასევე მნიშვნელოვანად ჯილდოს და მთელ რიგ უპირატესობებს დაფინანსების სხვა სქემებში შედარებით მარტივად მონაწილეობისათვის. მე ტექნოლოგიური მზაობის დონე ვახსენე, ეგრეთ წოდებული TRL და მისი სკალა, რომელიც 1-დან 9 ციფრის
მაჩვენებლებით არის შემუშავებული და აქვე აუდიტორიისათვის მოტანილი მაქვს მისი დეტალური გაშიფრვა ქართულ ენაზე, რათა მარტივად მოხდეს იდენტიფიცირება თუ რომელ დონეს შეესაბამება თქვენი სამეცნიერო ან ინოვაციური პროექტი. ყველაფერი იწყება იდეის აღმოჩენით და საერთოდ ინოვაცია იწყება კვლევით და TRL 1 მხოლოდ იდეის აღმოჩენას შეესაბამება, ტექნოლოგიური მზაობის დონე როგორ შეიძლება იქნას აღწერილი და რა სახის მიზნები შესაძლოა იყოს გამოტანილი, აი ამ ცხრილებშია საკმაოდ დეტალურად, ამიტომ მე თქვენ არ გადაგღლით ამ ინფორმაციის უბრალოდ წაკითხვით, თქვენი განსჯისათვის მოგვინდია, ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მზად ვიქნებით დაგეხმაროთ თუნდაც TRL-ის შესაბამისი დონის განსაზღვრაში. მაგალითები სამედიცინო სფეროდან გვაქვს მოტანილი და ძალიან მარტივად ასახქმელია, იგივე in vitro ან in vivo კვლევებიდან დაწყებული სამკურნალო საშუალების უკვე ინფორმის ასე ვთქვათ შექმნით, რომელიც აფთიაქებში იყიდება თუ კლინიცისტებისათვის არის ხელმისაწვდომი. TRL 1-დან TRL 9-ის ჩათვლით თითეული მათგანის აღწერა და შესაბამისი მაგალითი მოტანილი არის აი ამ რამდენიმე სლაიდზე, რომელიც ვიმედოვნებთ თქვენთვის სასარგებლო იქნება ნავიგაციის პროცესში. გადავიდეთ უშუალოდ call-ზე, EIC Pathfinder-ზე და აქვე წითლად აღნიშნულ მაჩვენებელს თუ დავეყნობით, იმისათვის, რათა გახდეთ Pathfinder-ის აპლიკანტი, არ არის საჭირო მაღალი დონის ტექნოლოგიური მზაობა გააჩნდეს თქვენს საპროექტო წინადადებას, საკმარისია გქონდეთ მხოლოდ იდეაც კი. მაშადამე TRL 1, TRL 4-ის ჩათვლით მოცემული კოლი დააფინანსებს ძირეული ცვლილების მომტანი, ეგრეთ წოდებული breakthrough კვლევების სამეცნიერო საფუძვლების შემუშავებას. რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს კვლევისა და ინოვაციების ტიპის აქტივობებს და აღნიშნავ, რომ ეს არის RIA ტიპის პროექტები, Research and Innovation Action, სადაც კვლევითი კომპონენტი შესაძლოა 30%-ს უტოლდებოდეს. TRL 1-დან 4-ის ჩათვლით Pathfinder-ის დაფინანსების სქემა შესაძლებლობას გვაძლევს განვითარდეს უახლესი მიმართულებები მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში. რათა საბოლოო ჯამში მივიღოთ რევოლუციური ცვლილებები ინდუსტრიაში, ან ბაზარზე, ან შეიქმნას თუნდაც ახალი შესაძლებლობები ჩვენი სამეცნიერო იდეების კომერციალიზაციისათვის. როგორც მოგახსენეთ, Pathfinder-ი არის ის კოლი, რომელიც ძალიან ატრაქტანტული შეიძლება იყოს სამეცნიერო და კვლევითი დაწესებულებებისათვის, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ არც მკვლევრებს კერძო სექტორიდან, ისეთები როგორიც არის მცირე და საშუალო საწარმოები, რადგან ბევრი ასეთი კომპანია საკუთარი პროდუქტის გაუმჯობესება სწორედ ესე ვთქვათ შიდა ინსტიტუციონალური კვლევების საფუძველზეც კი ცდილობს. სლაიდზე მოტანილია ის მაღალ რისკიანი და ადრეული ეტაპის მქონე ტექნოლოგიური მზაობის ინტერდისციპლინარული პროექტები, რომელიც 2021-დან 2024 წლის ჩათვლით სწორედ Pathfinder-მა დააფინანსა. და თქვენ ნახავთ, რომ ფაქტიურად მეცნიერების ყველა დარგია წარმოდგენილი დაფინანსებული პროექტების ჩამონათვალში, განსხვავებული რაოდენობრივი და პროცენტული მაჩვენებლით, თუმცა აქ შეხვდებით როგორც კვანტური და მოწინავე კომპიუტერების ან ნახევარგამტარების მიმართულებით დაფინანსებულ პროექტებს, ასევე გარემოს დაცვის თუ მობილობის, ან თუნდაც კოსმოსის, AI-ის, ან ICT-ის, ეგრეთ წოდებული ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით დაფინანსებულ პროექტებს. საკმაოდ დიდი წილი აქვს კლიმატისადმი მიძღვნილ პროექტებს და არ შეიძლება არ აღვნიშნო
სოციალური ინოვაციები და კრეატიული ინდუსტრიაც. სამედიცინო ტექნოლოგიებიც და კონკრეტულად ბიოტექნოლოგიები წარმოადგენს ევროპის ინოვაციების საბჭოს, ესე ვთქვათ, ფოკუსის საგანს და ხედავთ, რომ 103 პროექტია თუნდაც სამედიცინო ტექნოლოგიებიდან დაფინანსებული. ეს ეხება მხოლოდ EIC Pathfinders და მონაცემები 2021-დან 2024 წლის ჩათვლით, ესე ვთქვათ, სტატისტიკას ამყარებს. როგორც დაგპირდით, მე მინდა უფრო მეტად ფოკუსირებული ვიყო 2025 წლის გამოწვევებზე, თუმცა შეგახსენოთ მოკლედ ის პროცედურული დეტალები, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. Pathfinders ორი ტიპის call-ი აქვს გახსნილი და დღეისათვის ტენდერების ვებგვერდზე იძებნება მხოლოდ Pathfinder Open-ი, ახლა გამოწვევების ეგრეთ წოდებული challenges call-ი ივნისში უნდა გაიხსნას, მაგრამ განსხვავება ამ ორ call-ს შორის არის მხოლოდ ის, რომ პირველს ეგრეთ წოდებული bottom up პრინციპი გააჩნია. როგორ ხარ? არა გვაქვს არანაირი თემატური პრიორიტეტი, რაც შეეხება მეორეს, აქ არის კონკრეტული ამოცანები დასმული და აუცილებელია, რომ ჩვენი პროექტი ჭრიდეს კონკრეტულ გამოწვევებს და სპეციალურ შედეგებს გვაძლევდეს დასრულების შემდეგ. ვის შეუძლია მონაწილეობა? მონაწილეობა შეუძლია როგორც ინდივიდუალურ ორგანიზაციას, ასევე კონსორციუმს, რომელიც შესაძლოა შედგებოდეს 2, 3 ან მეტი იურიდიული პირისაგან, თუ საუბარია 3 და მეტ მონაწილეზე, მათგან ერთ-ერთი აუცილებლად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოდან უნდა გახდეთ. დანარჩენები კი შესაძლოა იყვნენ როგორც ევროკავშირის წევრი, ასევე ევროკავშირთან ან პროგრამასთან ჰორიზონტი ევროპა ასოცირებული ქვეყნების წარმომადგენლები. და როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ეს ორგანიზაციები არიან ხშირ შემთხვევაში უნივერსიტეტები, კვლევითი სტრუქტურები, SME-ები, სტარტაპები და აგრეთვე ინდუსტრიული პარტნიორებიც. როგორი პროექტები ფინანსდება? RIA ტიპის აქტივობები, Research and Innovation Action, რომლის ბიუჯეტის თითქმის 100% გრანტის სახით იქნება მიღებული ბენეფიციარის მიერ. ბიუჯეტის ფორმაზე სიახლე გვაქვს, გასული წლიდან ეს სიახლე ძალაში რჩება, lump sum-ის ტიპის ბიუჯეტია და მაქსიმალური ოდენობა დაფინანსებისას 3 მილიონ ევროს უტოლდება. ეს ეხება Pathfinder Opens. და იმ შემთხვევაში თუ კი პროექტი გახდება ბენეფიციარი, გარდა იმისა, რომ ის მიიღებს მისთვის კუთვნილ ჯილდოს, მიეცემა დამატებით შანსი ბიზნესის აქსელერაციის სერვისებით სარგებლობისა, ან კიდევ უშუალო კავშირისა EIC-ის პროგრამის მენეჯერებთან და მე ამ მენეჯერებს დღეს თქვენ გაგაცნობთ ჩემს სლაიდებზე, რათა მოხდეს ეგრეთ წოდებული პორტფოლიოს აქტივობების დაგეგმვა და Pathfinder-ის უკვე გამოწვევების მიმართულებით საკუთარი პროექტის შედეგების დანახვა და კოლაბორაციის დაგეგმვა. დამატებით შესაძლებლობებზე ვსაუბრობდით გამარჯვებული პროექტებისათვის. არსებობს ეგრეთ წოდებული EIC Booster გრანტები, რომელიც 50,000 ევროს დამატებით სთავაზობს ჯურის მიერ გამოვლენილ ფიქსირებულ რაოდენობას კომპანიებისა და ეს 50,000 евро მაქსიმალური რაოდენობა თანხისა შესაძლოა სწორედ თქვენი სამეცნიერო შედეგების კომერციალიზაციისაკენ მიმართოთ და იმისაკენ, რომ თქვენი TRL-ი ნაცვლად 1-დან 4-მდე გაიზარდოს და გახდეს 5, 6 ან 7. ამავდროულად
ბენეფიციარები ძალიან მარტივად ავსებენ EIC Transition Call-ის განაცხადებს, რაც შეეხება EIC Accelerator-ში მათ მონაწილეობას, შეუძლიათ ისარგებლონ ეგრეთ წოდებული სწრაფი გადასვლის სქემით პირველი ეტაპის გამოტოვებით. და ასევე შესაძლებელია, რომ მონაწილეობა მიიღონ ახალი თაობის ინოვაციის ტალანტების სქემაში და დააფინანსონ საკუთარი პერსონალის ხარჯი სწორედ აი ამ გრანტის საშუალებით. და კიდევ ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მინდა აღნიშნო. Pathfinder-ი არის ის call-ი, რომლის გამარჯვებულებს და არა მხოლოდ გამარჯვებულებს ზოგადად რომლის აპლიკანტებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთნონ ჰორიზონტი ევროპას ვაიდერა პროგრამის ჰოპ-ონ კოლში და ის მიმართულება გახლავთ, რომელსაც ჩვენს ოფისში ჩემი კოლეგა და ძალიან გამოცდილი NCP ქალბატონი ნინო როდონაია კურირებს. მე ამ ეტაპზე გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ევროკავშირის წევრი და ასევე ევროკავშირის წევრი 15 სახელმწიფო და 14 ასოცირებული ქვეყანა არის აი ვაიდენინგის ქვეყნების ნუსხაში გაერთიანებული. ევროკავშირს ასევე გამოყოფილი აქვს ყველაზე შორეული რეგიონები, როგორც შეიძლება იყოს თქვათ კანარის კუნძულები, რომელიც ესპანეთის ასე ვთქვათ კუთვნილებათაც კი ითვლება, მაგრამ ზოგადად ამ კოლის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ პროექტის კოორდინატორი უნდა იყოს აუცილებლად აი სწორედ ვაიდენინგ ქვეყნებიდან, რომლის რუკასაც თქვენ ახლა ხედავთ. ამ ქვეყნების ჩამონათვალში რა თქმა უნდა არის საქართველო და ჰოპ-ონ კოლი გახსნილი არის როგორც ჰორიზონტი ევროპა პროგრამის მეორე პილარისათვის, თავისი კლასტერებით სრულად, ასევე მესამე პილარიდან, ანუ ინოვაციური ევროპიდან მხოლოდ Pathfinder-ის მიმართულებისათვის. იმედი მაქვს მოგაწონეთ Pathfinder-ის ბენეფიციარობა, აპლიკანტობა და შემდგომ ბენეფიციარობა და ახლა უკვე გადავალ იმ კონკრეტულ დეტალებზე, რითაც უნდა შევეჭიდოთ მოცემულ კოლს, რათა მივიღოთ სასურველი გამარჯვება. განაცხადის გაგზავნა განაცხადი ზოგადად ორი ნაწილისაგან შედგება, ისევე როგორც სხვა პროექტების შემთხვევაში, Part A და Part B. ყურადღება მიაქცეთ, რომ Part B-ის ფორმით არის განსხვავებული Pathfinder Open-ი Pathfinder Challenge-ისაგან. აქ გვერდების რაოდენობა მხოლოდ 20, A4 ფორმატი გახლავთ, რაც შეეხება Pathfinder Challenge-ს, იქ რაოდენობა ოდნავ გაზრდილია. ნიმუშები განაცხადის ხელმისაწვდომია პორტალზე, დაფინანსებისა და ტენდერების პორტალზე და ყოველთვის გვირჩევენ, რომ ჩამოვტვირთოთ ეს ნიმუში უშუალოდ კოლის, ასე ვთქვათ, კოლთან დაკავშირებული დოკუმენტების ქვემო სექციიდან. პროცედურული დეტალები გულისხმობს იმას, რომ ეგრეთ წოდებული submission-იდან, ანუ განაცხადის გაკეთებიდან 5 თვის ვადაში თქვენ მიიღებთ საკუთარი პროექტის შეფასებას და ესე ვთქვათ, გამარჯვების შემთხვევაში გაგიფორმდებათ საგრანტო ხელშეკრულება 8 თვის მანძილზე კოლის დედლაინიდან. როგორც მოგახსენეთ, EIC Pathfinder Open ამჟამად ღიაა. 9 მილიონი ევროდან 3 მილიონ ევრომდე ბიუჯეტი შესაძლოა მოითხოვოთ. გახლავთ ღია ტიპის პროექტი, 100% გრანტია, არ მოითხოვს არც თანადაფინანსებას, არც რაიმე სხვა
თანხების მოძიებას, როგორიც ჩვევია არაერთგზის ევროპის ინოვაციების საბჭოს, ჯამური ბიუჯეტი მიმდინარე წლისათვის 152 მილიონი ევროა, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაფინანსებელი პროექტების საორიენტაციო რაოდენობა იქნება 50. 50, რა თქმა უნდა, ევროპის მასშტაბით. და შეფასების კრიტერიუმები გახლავთ იგივე excellency, impact და implementation-ი, აი თითოეულ მათგანზე ცოტა უფრო მეც გესაუბრებით, თუმცა წილობრივი ესე ვთქვათ, წონა თუ თითოეულს რამდენი მიენიჭება ევალუატორის მიერ, აი მოცემულ სლაიდზეა მოტანილი. 60% თქვენი პროექტის ბრწყინვალებას დაეთმობა. და კიდევ ერთხელ, რატომ უნდა გავაკეთოთ განაცხადი Pathfinder Open Call-ზე? აუცილებლად, თუ კი გაქვთ ისეთი ხედვა, რომელიც ქმნის რადიკალურად ახალ ტექნოლოგიას და ისეთ ტექნოლოგიას, რომელსაც გააჩნია ახალი ბაზრის შექმნის, ან გლობალური გამოწვევის გადაჭრის პოტენციალი და შეუძლია ზოგადად იქონიოს პოზიტიური გავლენა ეკონომიკასა და საზოგადოებაში არსებული პრობლემების გადაჭრაზე. თუ წარმოადგენთ ისეთ პროექტს, რომელიც არის კონკრეტული, ახალი და ამბიციური გარღვევა მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში და ზოგადად გაქვთ იმისი მზაობა და სურვილი წვლილი შეიტანოთ ევროპის ლიდერობაში ინოვაციებში და ზოგადად ასევე გლობალური გამოწვევების დაძლევაში ინოვაციური იდეებით. არ შეიძლება აი ამ სლაიდს არ დაუთმო ცოტა უფრო მეტი ყურადღება, რახან ის არ წარმოადგენს რაიმე ტიპის ზოგად დებულებას და ეხება 2025 წლის სიახლეებს და კერძოდ აქცენტს ხელოვნურ ინტელექტზე და ასევე რეკომენდაციებს, რომელიც AI ინსტრუმენტების გამოყენების შემთხვევაში თქვენ უნდა დაიცვათ, რათა დაიცვათ როგორც საკუთარი ინტელექტუალური საკუთრება, ასევე არ მოახდინოთ ვინმეს მიერ უკვე გამოქვეყნებული შედეგების მითვისება, შეიძლება ასე ითქვას. ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მასალა დეტალურად უნდა განიხილოს და გადაამოწმოს აპლიკანტმა. და ეს პარაგრაფები ჩემს მიერ შექმნილი არ გახლავთ, ის აღებულია სპეციალური ინსტრუქციიდან, რომელიც აი ამ კონკრეტულ call-სთან ახლავს. უნდა გადაამოწმოს აპლიკანტმა, რათა უზრუნველყოს მისი სიზუსტე და ინტელექტუალური საკუთრების რეგულაციებთან შესაბამისობა. აპლიკანტი სრულად აგებს პასუხს აპლიკაციის შინაარსზე, მათ შორის იმ ნაწილებზე, რომელიც AI ინსტრუმენტებით არის გენერირებული და ვალდებულია გამჭვირვალედ მიუთითოს, თუ რომელი AI ინსტრუმენტი იქნა გამოყენებული და როგორ. ქვემოთ არის მოტანილი რამდენიმე მოთხოვნა, რომელიც აპლიკანტმა ასევე უნდა დააკმაყოფილოს. ეს 4 მოთხოვნა დეტალურად არის აღნიშნული, მე უბრალოდ დავამატებ კიდევ ერთხელ, რომ უნდა დაადასტუროთ აუცილებლად AI ინსტრუმენტის მიერ გენერირებული შინაარსისა და მითითებული წყაროების სიზუსტე და შესაბამისად გადაამოწმოთ მათი სანდოობა და შეასწოროთ ნებისმიერი შეცდომა ან შეუსაბამობა, ასევე მოამზადეთ გამოყენებული წყაროების სია, მათ შორის AI ინსტრუმენტების მიერ გენერირებულისაც, გაითვალისწინეთ პლაგიატთან დაკავშირებული რისკი იმ შემთხვევაში, თუ AI-მ ტექსტის მნიშვნელოვანი ნაწილი აიღო და მოახდინა მისი გამოყენება საბოლოო ფორმირების პროცესში, რათა იყოთ დარწმუნებული, რომ სხვის ნაშრომს უნებლიეთ არ იმეორებთ და ასევე აღნიშნეთ აპლიკაციაში AI ინსტრუმენტის გამოყენების შეზღუდვები, მათ შორის მიკერძოების, შეცდომების ან ცოდნის ნაკლოვანების არსებობის შესაძლებლობა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი სლაიდია, რაც ეპოქაში, რომელიც AI-ის მზარდი გამოყენებით გამოირჩევა, არის ხურად საღები და გასათვალისწინებელი, რათა უნებურად თქვენი ახალი სამეცნიერო იდეა, თუნდაც იმის გამო, რომ ტექსტის რაღაც ნაწილი AI ინსტრუმენტების გამოყენებით არის შექმნილი, არ გახდეს დაწუნების მიზეზი.
რა სიახლეებს გვთავაზობს 2025 წლის ქოლი კონკრეტულად B ნაწილის აპლიკაციაში. თუ კი რომელიმე თქვენგანი ან თქვენი ინსტიტუციის წარმომადგენელი გახლდათ აპლიკანტი Pathfinder Open Call-ისა 2023-24 წლებში, რა სიახლეებს შეიძლება ელოდოთ ეგრეთ წოდებულ B ნაწილში, რომელიც პროექტის ძირითადი ნაწილია, დეტალურად არის მოტანილი აი ამ სლაიდზე. მე უბრალოდ მოკლედ გეტყვით, რომ ძირითადად ეს ცვლილება ეხება სამუშაო გეგმას და რესურსების განაწილებას, ეგრეთ წოდებული ცხრილის 3. დეტალურად არის აღნიშნული თუ რა არის შეცვლილი რითი, მარცხენა თუ მარჯვენა სვეტში და ასევე სამუშაო პაკეტის აღწერასაც შეეხო გარკვეული ცვლილებები. ცვლილებები შეეხო დანართი B-ს ფინანსური მხარდაჭერის ნაწილს მესამე პირისათვის. ეს მონაკვეთი საერთოდ იქნა ამოღებული. ამით ძალიან ვეცადე ყოფილიყავი მაქსიმალურად ორიენტირებული სიახლეებზე, ძირითად მოთხოვნებზე, რა თქმა უნდა, რომელიც Pathfinder Open Call შეეხებოდა. როგორც მოგახსენეთ, ეს კოლი ამჟამად ღიაა და მისი დედლაინი 2025 წლის 22 მაისია. იმ შემთხვევაში თუ კი თქვენ გძანდებით გასული წლების ანალოგიური კოლის აპლიკანტი და წარუმატებელი აპლიკანტი, თუ კი გაქვთ სურვილი რომ გადააკეთოთ საკუთარი პროექტი, როგორც ხედავთ, რაღაც ძირეული ცვლილებები აპლიკაციის გაახლებული ფორმის შეტანასთან დაკავშირებით 2025 წელს დაგეგმილი არ არის. გადავდივართ Pathfinder Challenge-ებზე, ეგრეთ წოდებულ გამოწვევებზე და აი ამ გამოწვევებს წელს ევროპის ინოვაციების საბჭო 4 მიმართულებაში გვთავაზობს. ეს კოლი გაიხსნება 24 ივნისს, დედლაინით 29 ოქტომბერი და ევროკავშირის მოსალოდნელი კონტრიბუცია თითოეულ პროექტზე არა 3 მილიონი, არამედ 4 მილიონი ევროა. ჯამური 120 მილიონიდან აი ამ 4 გამოწვევაზე აუცილებლად დაიხარჯება მაქსიმუმ თითოეულზე 4 მილიონი ევრო და ნავარაუდებია, რომ 32 აპლიკაცია დაფინანსდება, მასშტაბად 8 პროექტი თითოეულ გამოწვევაზე. ახლა შევეცდები ძალიან მოკლედ გაგაცნოთ თითოეული გამოწვევა, რახან ისევ Pathfinders ეხება, მაგრამ დავიწყებ Pathfinder თუნდაც challenge-ების ზოგადი მოთხოვნებით, რომელიც განსხვავებულია Pathfinder Open-ისაგან და არ გადაგტვირთოთ არასაჭირო ინფორმაციით. განაცხადის გაგზავნასა და წარდგენაში ერთი ცვლილებაა მხოლოდ, ნაცვლად 22 4 ფორმატის გვერდისა, აქ 30 გვერდის ფორმულირება მოთხოვნილი, მოთხოვნების სხვა ესე ვთქვათ, ჩამონათვალი უცვლელია part A-სა და part B-ის შემთხვევაში. უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობთ, თუ როგორ განისაზღვრება აპლიკაციის დაფინანსება. როგორც სლაიდი მოწმობს, მას შემდეგ რაც თქვენ დააჭერთ ეგრეთ წოდებულ submission relax, ის მოხდება პირველადი გადარჩევის ეტაპზე, სადაც ჟიურის წევრები საკმაოდ დეტალურად შეაფასებენ ყველა პუნქტს დაწყებული excellence-ით, დამთავრებული impact-ით და შემდგომ ის გადავა ეგრეთ წოდებული პორტფოლიოს შეფასების ნაწილზე და დაგიბრუნდებიან 5 თვის გავლის შემდეგ შესაბამისი შეფასებით. განსხვავება Open-სა და challenge call-ებს შორის არის ის, რომ რეკომენდირებულია აი ამ შემთხვევაში აპლიკაციას ცალკე სამუშაო პაკეტი გააჩნდეს პორტფოლიოს აქტივობისათვის და აქ მინიმუმ აი ამ აქტივობას მიეძღვნას 10% months, ეგრეთ წოდებული not
Months კაც დღე ეგრეთ წოდებული 10 ადამიანი თქვენ მიეძღვნას აი ამ აქტივობას და ეს არის გამოტანილი კონკრეტულად იმ მიზნით, რომ საბოლოო ჯამში მოხდეს გამოწვევებს შორის კოლაბორაცია. მასადამე სიახლე და განსხვავება Open-სა და Pathfinder Challenge შორის არის portfolio package. შეფასების კრიტერიუმები. ყველაფერი იწყება ბრწყინვალებით თუ შეიძლება გთარგმნოთ როგორც შესანიშნაობით, excellence-ით. Excellence უნდა გამოვლინდეს როგორც მიზნებში, ასევე გამოწვევებთან შესაბამისობაში. თუ რამდენად მკაფიოდ არის წარმოდგენილი აპლიკაციის მიზნები, რამდენად შესაბამისია ის საერთო მიზანსა და კონკრეტული გამოწვევის ამოცანების შესრულებისათვის. ეს ბრწყინვალება ჟიურიმ უნდა დაინახოს ახლებურობაში ან სიახლეში თქვენი პროექტისა, რამდენად ამბიციური და მოწინავეა შემოთავაზებული კვლევა, სცილდება თუ არა ის არსებული ცოდნის დონეს, ეგრეთ წოდებულ state of the arts და ასევე ბრწყინვალება უნდა დაინახონ მეთოდოლოგიაში და მის სანდოობაში, რამდენად გამართულია შემოთავაზებული მეთოდოლოგია. მათ შორის ძირითადი კონცეფციები. მიუხედავად იმისა, რომ TRL 1-დან 4-მდეა, აი საკვალიფიკაციო ზღვარი, რაც უნდა გადალახოს პროექტმა 5-დან 4 გახლავთ, რაც საერთო შეფასებაში 60%-ს მოიცავს. შეფასების მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის ზეგავლენა. ზეგავლენა ეხება იმას, თუ რამდენად სარწმუნოა ზოგადად გზები, რომლებიც იძლევა გამოწვევის შედეგად მოსალოდნელი შედეგებისა და ზეგავლენის მიღწევის საშუალებას და ეს პოტენციური ზეგავლენა ცალ-ცალკე უნდა შეფასდეს როგორც ინოვაციის პოტენციალზე, ასევე კომუნიკაციასა და შედეგების გავრცელებაზე. აქაც საკვალიფიკაციო ზღვარი 3.5-ია. 5-ბალიანი სკალიდან და პროცენტული ოდენობა შეფასებაში 20%-ს უტოლდება. გვაქვს შეფასების მესამე კრიტერიუმი, ეგრეთ წოდებული quality and efficiency of the implementation, შეიძლება ჩავთვალოთ როგორც პროექტის შესრულების ან განხორციელების ხარისხი და მისი ეფექტურობა, ის ეხება სამუშაო გეგმას, რესურსების განაწილებას და ასევე აპლიკანტის თუ კონსორციუმის ხარისხს. რადგან კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, Pathfinder-ი არის ის სკოლი, რომელსაც შესაძლოა შეეჭიდოთ მარტოც კი, როგორც ინდივიდუალური ორგანიზაციის წარმომადგენელი. აქ საკვალიფიკაციო ზღვარი 3 ქულა 5-ბალიანი შეფასებიდან და საერთო ზონა, ასე ვთქვათ, პროექტის პირველი ეტაპის შეფასებაში 20%-ია. ეს ყველაფერი ეხებოდა შეფასების პირველ ეტაპს. ამის შემდეგ უკვე გადადის პროექტი პორტფოლიოს განხილვაზე. და რეკომენდირებულია, როგორც მოგახსენეთ, რომ 10 კაც თვე, როგორც სამუშაო პაკეტის ნაწილი აუცილებლად იყოს მოაზრებული თქვენს პროექტში. და ყველა აპლიკაცია, რომელიც დააკმაყოფილებს განსაზღვრულ მინიმალურ ზღვარს, უკვე გადადის აი ამ შეფასების მეორე ეტაპზე. აი ამ პორტფოლიოს შეფასების გარეშე კი თქვენ ვერ გახდებით ბენეფიციარი. არ დაგხლით თითოეული პარაგრაფის განხილვით, უფრო დეტალური ინფორმაცია ნებისმიერ დროს შემიძლია მოგაწოდოთ და უფრო მეტიც საბოლოო ჯამში სურს ვითხრათ, რომ თქვენ როგორც ჯერ აპლიკანტი და შემდგომ ბენეფიციარი Pathfinder-ის კოლისა ხდებით ძირითადი აქტორი, მოთამაშე, მაღალი პოტენციალით, რახან გახდეთ მომავალი ლიდერი ამა თუ იმ სფეროში და კონკრეტულად იქ, სადაც თქვენ განაცხადი შეგაქვთ. Pathfinder-ს აქვს ესეთი გაცხადებულიც და ასე ვთქვათ დაფარული სურვილიც იმისა, რომ განსაკუთრებით დაუჭიროს მხარი ქალბატონებს, რომლებიც კვლევის
კვლევით არიან დაკავებულები და საქართველოში მოგეხსენებათ სერიოზული დისბალანსია. ქალბატონები გარკვეულწილად ჭარბობენ მამაკაც მეცნიერთა რაოდენობას. ამიტომ ამ კომპონენტში ჩვენ საკმაოდ ძლიერები ვართ, მთავარია სათანადო ფორმით გაფორმებული და შექმნილი აპლიკაციები წარმატკინოთ. Pathfinder-ის ჩელენჯები მხოლოდ სათაურებს წაგიკითხავთ, თითო სლაიდი ეთმობა თითო გამოწვევას და გეტყვით, რომ Calls გააჩნია საპრეზენტაციო ვიდეო, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გახსნათ. 2025 წლის აპრილში, როცა გამოქვეყნდა სამიტის მსვლელობისას აი ამ EIC impact დოკუმენტი, აქვე ჩაატარეს Pathfinder ჩელენჯების საინფორმაციო დღე ევროკომისიის წარმომადგენლებმა. თითოეულ პროგრამას თავისი პასუხისმგებელი მენეჯერი განუსაზღვრეს, აი მაგალითად მოცემულ Call-ში, რომლის სახელწოდებაა ბიოტექნოლოგია კლიმატისადმი მდგრადი კულტურებისათვის და მცენარეებზე დაფუძნებული ბიოწარმოებისათვის, თავისი მოკლე შინაარსით, მოსალოდნელი შედეგებით. ეს მხოლოდ კომპილაციაა აი ამ დიდი Call-ისა, რომლის სრული ტექსტი EIC სამუშაო პროგრამაშია ხელმისაწვდომი და უფრო მეტიც თუ გნებავთ მისი კომპაქტური, ასე ვთქვათ, საპრეზენტაციო მასალა, შეგიძლიათ უყუროთ საპრეზენტაციო ვიდეოს, ვშიშობ რომ ახლა ჩავთო და შეიძლება კავშირის გაუმართავობის გამო დავკარგო თქვენთან საუბრის შესაძლებლობა გაზიარებულ პრეზენტაციაში ნებისმიერ დროს გახსნით აი ამ საპრეზენტაციო ვიდეოს და ასევე ჩამოტვირთავთ იგივე ივან სტეფანიჩის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციას. ძალიან ბევრი დეტალით კონკრეტული ჩელენჯის შესახებ. შეგახსენებთ 4 ჩელენჯია გამოყოფილი. ამ ეტაპზე მხოლოდ სათაურებით შემოვიფარგლები. მეორე არის გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული აგენტები კიბოს რევოლუციური სამედიცინო დიაგნოსტირებისა და მკურნალობისათვის. აი ამ მიმართულების პასუხისმგებელი მენეჯერის ფედერიკა ზანკას მიერ გაზიარებული სლაიდებიც დაგხვდებათ, ისევე როგორც Call-ის საპრეზენტაციო ვიდეო. მესამე გამოწვევა არის ავტონომიური რობოტებისაკენ, რომლებიც ასრულებს ერთობლივ დავალებებს დინამიურ, არაკონსტრუირებულ სამშენებლო გარემოში. Call-ის მოკლე შინაარსი და მოსალოდნელი შედეგები, ისევე როგორც საპრეზენტაციო ვიდეო და პროგრამის პასუხისმგებელი მენეჯერის მიერ გაზიარებული სლაიდების ბმული მოცემულ პრეზენტაციაშია და ბოლო ეს არის ნარჩენების სასარგებლო გადამუშავების მოწყობილობები, განახლებადი საწვავის, ქიმიკატებისა და მასალების ცირკულარული წარმოება. მასადამენ ამით სრულდება EIC Pathfinder-ი, როგორც open, ასევე Pathfinder challenge call-ებით. შეგახსენებთ Pathfinder challenge-ები ივნისის თვეში გაიხსნება და ოქტომბერში იქნება მისი deadline. გადავდივართ EIC transition-ზე, რომელიც გახლავთ დღევანდელი მოხსენების ნაწილი და განსხვავებულია მისი TRL-ის დონე. თქვენი პროექტი უკვე უნდა იყოს TRL-ის 3-ის შესაბამისი და პროექტის დასრულების შემდეგ უნდა მივახციოთ TRL 5 ან 6. Call-ში მონაწილეობის კრიტერიუმები მოტანილი გვაქვს. არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. ვის შეუძლია მონაწილეობა მოცემულ Call-ში? მხოლოდ აი ამ IASAM-ისფრით გამოყოფილი საგრანტო სქემების ბენეფიციარებს. მათ შორის არის ჰორიზონტი 2020 პროგრამის ბენეფიციარები. აგრეთვე ჰორიზონტი უბრალოდ EIC Pathfinder-ის ბენეფიციარები, ჯამური ბიუჯეტი, ფინანსური მხარდაჭერა აქ 9 მილიონიდან 2,5 მილიონ ევრომდე მერყეობს და აქვს თავისი ესე ვთქვათ მონაწილეობის წინაპირობები, პრერეკვიზიტები, რომ ეს იქნება აუცილებლად მიღწეული ტექნოლოგიური შედეგის ბიზნესში გამოყენების ხელშეწყობა, მაგრამ აი ამ პრერეკვიზიტებით, რომლებიც IASAM-ისფრად არის აღნიშნული. მოცემულ Calls 2025 წელს თემატური პრიორიტეტი არ გააჩნია.
მასადამე გვაქვს მხოლოდ transition open და მთავარია თქვენ იყოთ რომელიმე წინა მორბედი კოლის ბენეფიციარი. და შეიძლება კონსორციუმის შექმნა, თან შეიძლება ინდივიდუალურმა ჯგუფმა ან იურიდიულმა პირმა გააკეთოს განაცხადი და როგორც აღნიშნე, კოლი შექმნილია იმისათვის, რომ საწყისი წერტილიდან, რომელიც შესაძლოა იყოს კონცეფციის მხოლოდ ექსპერიმენტალური დადასტურება ან ლაბორატორიაში დადასტურებული ტექნოლოგია, ჩვენ საბოლოო წერტილამდე მივიდეთ და მივახციოთ TRL-5-ს ან 6-ს, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩამოვაყალიბოთ კომერციალიზაციის სტრატეგია. კარგი აპლიკაციის ძირითადი ეტაპები და ელემენტებიც გამოტანილი გვაქვს მოცემულ სლაიდზე. მე ყურადღებას გავამახვილებ იმ ნაწილზე, რომელიც უფრო პრაქტიკული მნიშვნელობის არის. განაცხადი ერთ ეტაპიანია, განაცხადის წარდგენა, უბრალოდ განაცხადს აქვს ინტერვიუს ფაზა, სადაც თქვენ მოგიწევთ საკუთარი შედეგების კიდევ უფრო თვალნათლივ წარმოჩენა. პირველ ეტაპზე 22 A4 ფორმატის გვერდის შევსება არის აუცილებელი, აქაც part A და part B. თავარია რომ გავყვეთ აი ამ შეფასების პროცესს. ჩვენ გვყავს რამდენიმე აპლიკანტი, ყოლია უბრალოდ გასული 2 წლის მანძილზე transition call-ში. მართალია ეს მონაწილეები არ იყვნენ თვითონ ბენეფიციარები, მაგრამ მათ შეძლეს ის, რომ დაუკავშირდნენ აი ამ პრერეკვიზიტი კოლების სხვა ბენეფიციარებს ევროპული სახელმწიფოებიდან და მათთან ერთად კონსორციუმის გზით შეიტანეს განაცხადი საქართველოს კოორდინირებით. მიიღეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები, თუმცა ვერ გახდნენ ჯერჯერობით გამარჯვებულები. ერთ იმ პროცესში, რომ მიმდინარეობს შედეგების გადახედვა, შეფასების განხილვა და ეგრეთ წოდებული განმეორებითი წარდგენა, resubmission-ი. შეფასების პროცესის სრული სასიცოცხლო ციკლი აი მოცემულ სლაიდზეა, იმის ჩათვლით თუ რა კითხვები და რა საკითხები ზოგადად შესაძლოა წარმოიშვას ჟიურისთან ინტერვიუზე, რომლის ხანგრძლივობაც კი მითითებულია მაქსიმალური 110 წუთი, მას შემდეგ რაც თქვენი აპლიკაცია მოწონებული იქნება. და 2025 წლის სიახლე მოცემული კოლისთვის არის ის, რომ პირველად მოცემულ კოლში შემოდის ეგრეთ წოდებული ბრწყინვალების ბეჭდის ჯილდო, Seal of Excellence, ის რაც დამახასიათებელი იყო მანამდე EIC აქსელერატორისათვის და თუ კი მოხდა ისე, რომ თქვენ განაცხადმა წარმატებით გაიარა შეფასების ყველა ეტაპი ჟიურის ინტერვიუს ჩათვლით და უბრალოდ ისთვის აღარ დარჩა საკმარისი რაოდენობის თანხა ბიუჯეტიდან, მას მიენიჭება Seal of Excellence ჯილდო და არა მხოლოდ ინდივიდუალურ წარმდგენს, არამედ კონსორციუმის ყველა წევრს. ეს არის ბრწყინვალების მედალი არა მხოლოდ სახელწოდებით, არამედ შინაარსობრივადაც, რადგან გაძლევთ საშუალებას უფრო მარტივად გახდეთ ბიზნესის აქსელერაციის სერვისების ბენეფიციარი, ან კიდევ განმეორებითი შეტანის შემთხვევაში განაცხადის უფრო მარტივად გაიაროთ შეფასების და ასე ვთქვათ შეფასების პროცესი და პროცედურა. მოგიტანეთ აგრეთვე ეგრეთ წოდებული do's and don'ts და don'ts ანუ რა უნდა გააკეთოთ და რა არიდოთ თავი transition აპლიკაციის მომზადებისას სლაიდი. რა თქმა უნდა ვაკეთებდეთ იმას, რომ პირველ რიგში ვაქცევდეთ ყურადღებას TRL-ს, ჩავატაროთ ბაზნის წინასწარი კვლევა და გავაკეთოთ ანალიზი იმისა, თუ ვინ არიან ჩვენი პოტენციური კონკურენტები. აუცილებლად მივუთითეთ როგორც ძირითადი ეტაპები, ანუ TRL-ის გაძლიერებისა, ასევე მნიშვნელოვანი მაჩვენებლები, ეგრეთ წოდებული KPIs,
და უნდა გყავდეთ ძალიან კარგი შერჩეული და ამავდროულად შერეული გუნდი, რომელიც შეძლებს ზოგადად ტექნოლოგიური და ბიზნეს ასპექტების განვითარებას ერთდროულად. რა არ უნდა გააკეთოთ ამას თქვენ უჩემოდაც გაეცნობით. მოგახსენებთ, რომ transitions თემატური პრიორიტეტი არ აქვს, ესეც არის research and innovation action-ი, 9 მილიონი ევროდან 2 მილიონი ევრომდე მაქსიმალური ბიუჯეტით და მიმდინარე წელს 40 ასეთი პროექტი დაფინანსდება. 22 აპრილს გაიხსნა ეს call-ი და 17 სექტემბერს დაიხურება. თუ კი ზემოთქმული ინფორმაციით თქვენ მზად ხართ იმისათვის, რომ შეიტანოთ განაცხადი, რა თქმა უნდა, გაითვალისწინეთ დედლაინის მოთხოვნები და მე მხოლოდ წარმატება შემიძლია ისურვოთ. ეს გახლდათ ძირითადი ნაწილი ჩემი პრეზენტაციისა, უბრალოდ დამატებით ინფორმაციის სახით ჩასმული მაქვს საპრეზენტაციო მასალებში საპილოტე call-ი, ეგრეთ წოდებული STEP-ი, რომელიც წელს პირველად გაიხსნა EIC-ის მიერ, აი Pathfinder-ის, აქსელერატორისა და თავის შემქოლებთან ერთად და მათ პარალელურად და ევროპის მასშტაბით 15 კომპანია გამოირჩევა, ვისაც გააჩნია გლობალური ლიდერობის ამბიცია. 300 მილიონი ევრო დაიხარჯება 2025 წლის ბოლომდე და რამდენიმე ეგრეთ წოდებული cut-off-ი აქვს მოცემულ პროექტს, უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ეს კომპანიები სტრატეგიულ ტექნოლოგიებში უნდა მუშაობდეს, როგორც არის clean tech-ი, deep tech-ი, biotech-ი უმეტესწილად. აქვე ნახავთ უფრო მეტ დეტალიზაციას მოცემული call-ისა და დავამატებ კიდევ ერთხელ იმას, რომ თქვენი ინოვაცია უნდა იყოს განსაზღვრული სფეროს პრიორიტეტების ფარგლებში. სულ ეს გახლდათ, მეგობრდით სოციალურ მედიაში, ამოწმეთ ჩვენი სიახლეები, მოცემულ სლაიდზე, ასევე ჩემი საკონტაქტო მონაცემების QR კოდი გახლავთ, ნებისმიერ დროს მზადა ვართ უფრო მეტი ჩართულობისათვის, განაცხადის მომზადების, მისი საბოლოოდ ფორმირების და შეტანის ეტაპებზე. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. მადლობა საინტერესო პრეზენტაციისთვის.